ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე 52 დღეა პროევროპული დემონსტრაციების მთავარი ეპიცენტრია. დედაქალაქის მასშტაბით დღესაც არაერთი საპროტესტო მარში გაიმართა და საპროტესტო აქცია, რომელმაც საბოლოო ჯამში თავი მოუყარა ყველა დემონსტრანტს რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასთან. საავტომობილო გზა უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირზე ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა მაინც შეძლეს გზისავალი ნაწილის გადაკეტვა. პროტესტის 52 დღეს, უწყვეტი პროტესტის 52 დღეს მოქალაქეები კვლავ უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან ქალაქის ცენტრალურ გამზირზე. ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში და პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლება იმ პირთა, რომლებიც დააკავეს გასული დღეების საპროტესტო აქციების განმავლობაში. დაკავებულთა შორის არაერთი პირი არის, მათ შორის არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, ასევე დაკავებულია ჩვენი კოლეგა გამოცემების ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. რუსთაველის გამზირზე ამ სულისკვეთებით და ამ მოთხოვნებით მოქალაქეები 52 დღეა იკრიბებიან და ასევე აპროტესტებენ ქართული ოცნების 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლის ბოლომდე გადაიდო. ბუნებრივია, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვესაუბრებით მოქალაქეებს, აქ მოდიან და იკრიბებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები, შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ, ქვეყნის ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობის და თავისუფლების სურვილი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მომხრეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და ასევე თბილისის და ქვეყნის სხვა წერტილში. ჩვენ ახლა გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს, როგორც ამას ვაკეთებთ მთელი ამ 52 დღის განმავლობაში. არაერთ მოქალაქეს ვეკითხებით აზრს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მიმდინარე პოლიტიკური გზისთან დაკავშირებით. საღამოშტობისა მოგესალმებით. ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი შექმნილი, არის უამრავი დაკავებული მოქალაქე და მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან პროტესტის 52 დღეს რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. რა შეიძლება იყოს ამ პოლიტიკურ კრიზისიდან გამოსავლის ეფექტური გზა, რა შეიძლება იყოს ის ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული დეესკალაციისკენ? დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. სამწუხაროდ აქ არც ისე მარტივი სიტუაციაა, როგორც გარედან ჩანს, ანუ ხალხი არ აპროტესტებს მხოლოდ არჩევნებზე, არ ითხოვს მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნას, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის სისტემური ცვლილებების გარეშე და პოლიტიკური სპექტრის ცვლილების გარეშე ჩვენ ვერაფრით ვერ მივახცეთ იმ ცვლილებებს, რომლებიც დაგვიბრუნებს სახელმწიფოს ხალხს. თუ კი გადახედავთ state capture ანგარიშს, მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებულ ანგარიშს, ძალიან მარტივად დაინახავს ყველა ქართველი, რომ საქართველოში არ არის ინსტიტუცია, რომელიც კორუმპირებული კლანების ხელში არ არის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მართალია საზოგადოებრივ მაუწყებლის დაბრუნებას ვითხოვთ, ყველა ოპოზიციური ტელევიზია დაკეტილია ჩვენთვის. აი პირადად მე ხო ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, როგორც თქვენთან მოვედი, არც ერთი ტელევიზია ეთერს არ მითმობს. და რატომ? მე მაქვს სურვილი მიმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომ გამოსავალი არ არის პოლიტიკურ ცვლილებებში, გამოსავალი არის შინაგანად ჩვენს ცვლილებაში. ჩვენ თავში უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ თითოეული ჩვენთაგანი მისი უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქე და სანამ ამას არ დავიჯერებთ, რომ ქვეყანა მე მეკუთვნის, თითოეულმა უნდა თქვას იგივე სიტყვები, ქვეყანა მე მეკუთვნის, პოლიტიკას ქმნი მე და ჩემი ნების აღსრულებას ქირავობ პოლიტიკოსებს. მე ჯერ კიდევ 20-21 წელს შევთავაზე ტელევიზიების პროექტი რატომ დაგიქირაო გადაცემათა ციკლი, რომელიც წინასაარჩევნო პროცესს გადაიყვანს აი როგორც ჰოლდინგის კორპორაციების და CEO-ების დაქირავების პროცესად. და დღეს ჩვენ გვექნება ლექცია, ძალიან მალე დავიწყებთ, ღია სივრცის ტექნოლოგიები პოლიტიკური გარდაქმნისათვის. და არის მე მაქვს მზაობა, რომ აი თუ გინდა ხვალვე დავიწყო გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც აქვე შექმნის open space workshops არის ასეთი, სადაც ჩვენ გავამზადებთ პეტიციებს, გავამზადებთ
მე მაქვს გამზადებული პეტიცია ერთი კონტრაქტი კანდიდატებსა და ამომრჩეველ შორის ვიმუშავეთ კონკრეტულ ცვლილებებზე, რაც საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხთან სასაუბროდ არ მოვლენ, ჩვენი თავიდან უნდა წავშალოთ და ხმა არ უნდა მივცეთ. მხოლოდ ასე გავაქრობთ კორუფციას და მხოლოდ ასე დავიბრუნებთ სახელმწიფოს მოქალაქეები და არა რომელიმე პოლიტიკური კლანი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დღის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია იმართება, როგორც გითხარით, თბილისის მასშტაბით, ასევე ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებშიც არის საპროტესტო მუხტი გაზრდილი. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროტესტის მთავარი ეპიცენტრები არის თბილისი და ბათუმი, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. გარდა რუსთაველის გამზირისა, საპროტესტო აქციები და საპროტესტო მუხტის კერა, ასევე არის სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათ შორის თბილისის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც სტუდენტები იმყოფებიან შენობებში და აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ შენობის საგანმანათლებლო სივრცის დათმობას და დატოვებას მანამდე, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნები, არ იქნებიან გათავისუფლებულნი მოქალაქეები, რომლებიც დააკავეს ამ დღეების საპროტესტო აქციების ფარგლებში, ასევე პროტესტის მთავარი კერა არის თეატრალური უნივერსიტეტის შენობის სივრცე და მისი მიმდებარე ტერიტორია. კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხრიდანაც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იმართება საპროტესტო მარშები და აქციები. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს ვიხილეთ მსახიობთა და კინემატოგრაფისტთა საპროტესტო მარში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის გამზირამდე. ისინი უერთდებიან აი ამ მთავარ მოთხოვნებს, რაც არის საპროტესტო აქციების განმავლობაში გაჟღერებული და ისინიც გმობენ იმ ძალადობრივ ქმედებებს საპოლიციო ძალების მხრიდან საპროტესტო აქციების განმავლობაში, რასაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გავესაუბრებით კიდევ აქციის მონაწილეებს, მათ შორის არის თარგმნელი, კულტურის სფეროს წარმომადგენელი გვანსაჯობავა, რომელსაც ვკითხავთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კულტურის სფეროს პროტესტი, როგორც წეგანაც ვახსენე, აქტიურად ისმის და კულტურის ხმა აქტიურად ისმის ამ დღეების განმავლობაში და პროტესტის დაწყების პირველივე დღეებიდან. რა შეიძლება იყოს, როგორც თქვენთვის, როგორც მოქალაქისთვისაც ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზა და შევაფასოთ მოვლენები, რომლებიც ვითარდება ამ დღეების განმავლობაში საქართველოში, განსაკუთრებით დაკავებების ნაწილშიც და დაჯარიმებების ნაწილშიც. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენთვის დღესაც ძალიან მძიმე დღე იყო, იმიტომ რომ რეჟისორი და მწერალი გურამ მაცხონაშვილი და ასევე კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს თემქაზე, მოგეხსენებათ და იყო ძალიან მძიმე კადრები, რაღაცნაირად ეს ძალადობა, თავდასხმა მოქალაქეებზე, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ, რაღაც ჩვეულებად იქცა და ყოველდღიურობად იქცა და კულტურის სფეროს განსაკუთრებულად შეეხო, იმიტომ რომ არაერთი მსახიობი თუ ჩვენი სფეროს სხვა წარმომადგენელი იმყოფება დღეს საპატიმროში, არის რეჟიმის პატიმარი და ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს აი სრული мотиваცია რომ ეს ბრძოლა გაგრძელდეს იქამდე სანამ თითოეული მათგანი არ გათავისუფლდება და სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, იმიტომ რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ჩვენ გამოვდივართ აქ ყოველდღიურად სხვადასხვა მარშის ფარგლებშიც და შემდეგ უკვე რუსთაველს ვკეტავთ, ერთად გუშინ იყო რაღაც ისეთი ინციდენტი, რომ ცდელობა თითქოს პოლიციის მხრიდან, რომ ეს ერთგვარი ტრადიცია დარღვეულიყო და მოგვისინჯეს კბილი, ასეთ შეიძლება ითქვას, რასაც რა თქმა უნდა ყველა შეეწინააღმდეგა, იმიტომ რომ ტრადიციულად ვიყავით ბევრნი და აი ესეთი ექსცესები ყოველდღიურად ხდება, მაგრამ ეს ჩვენ არც გვაშინებს, არ გვაფრთხობს და ჩვენს ბრძოლას ეს უკან არ დახევს, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს რუსთაველზე გამოდის, არის ძალიან მყარი თავის ბრძოლაშიც, თავის мотиваციაშიც, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ასეთი ვეღარ დარჩება, ეს ცხოვრება ასე ვეღარ გაგრძელდება და ცვლილებები არის აუცილებელი. ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი, რომ ევროპული ღირებულებები იყოს დაცული საქართველოში და ამას ყველა ერთად მივაღწევთ. დღეს გვქონდა ვეფხისტყაოსნის მარში მაგალითად, სადაც ლიტერატორები, თუმცა არა მხოლოდ ვეფხისტყაოსნის მკითხველები და მოყვარულები შევიკრიბეთ და ეს რა თქმა უნდა იყო სიმბოლური, მაგრამ ვეფხისტყაოსანი მათ შორის
გვაძლევს ძალიან ბევრ ისეთ ფრაზას, ძალიან გენიალურ ფრაზას, რა თქმა უნდა, რომელიც ძალიან ერგება დღევანდელობას და გასაგები უნდა იყოს. მათ შორის, როგორც ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის, ისე პოლიციისთვის, რომელიც ხელს გვიშლის ხოლმე აი აქ ჩვენს მოქმედებებში, კანონიერ მოქმედებებში ყოველდღიურად და ერთი მთავარი სლოგანი გვქონდა გამოტანილი, ბოროტსაც ძლია კეთილმან არსება მისი გრძელი, ამიტომ რომ თვითოულ ადამიანს ამ ბრძოლაში სჯერა, რომ გაიმარჯვებს აუცილებლად სამართლიანობა და გაიმარჯვებენ ის ადამიანები, რომლებიც სიკეთის მხარეს დგანან და ძალადობა და ბოროტება, რომელსაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გვიპირისპირებს და ეს დიქტატურის შენების მცდელობა, რომელსაც ყოველდღიურად ხედავთ, არასდროს არ არის მყარი და ის ყოველთვის დამარცხებით სრულდება. ამიტომ რამდენი დღეც არ უნდა დაგვჭირდეს, მე მგონი ამის არავის არ ეშინია, უკვე 52 დღეა აგვდგავართ და თუ საჭირო იქნება მეორე 52-იც ვიდგევით, მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ ბევრად ადრე დასრულდება ეს ყველაფერი და ყველაფერი დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. დიდი მადლობა. განსაჯობარებას უსმენდით პირდაპირ ეთერში, ეროვნულ ჟურნალს პირდაპირ ეთერში. მე შევეცდები გაჩვენოთ რა ვითარება არის ახლა რუსთაველის გამზირზე, სადაც როგორც უკვე გითხარით, საავტომობილო გზა არის გადაკეტილი. მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ 52 დღეს პროტესტისა საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან, კვლავ საპროტესტო ბანერებით, კვლავ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ფაქტობრივად ისინი გარკვეულწილად დაუმორჩილებლობასაც უცხადებენ იმ კანონებს, რომელიც მიიღო ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით და ისინი ძალაში შევიდა 30 დეკემბრიდან 2024 წლის 30 დეკემბრიდან, მათ შორის საპროტესტო აქციებზე შეზღუდული არის ლაზერის გამოყენება, ნიღბების ტარება, ასევე პიროტექნიკის გამოყენება და ამ კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღიანი ემუქრებათ ან ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, თუმცა მოქალაქეები ცდილობენ რომ ამ რეგულაციებს, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო, დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები აცხადებენ, რომ აპირებენ შეკრებას მომდევნო დღეების განმავლობაში, მანამ სანამ არ იქნება მიღწეული მათი მთავარი შედეგები და არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნები, ისინი მოუწოდებენ კვლავ ქართულ ოცნებას, რომ წავიდეს კონკრეტულ პოლიტიკურ დათმობებზე, არსებული კრიზისის განსამუხტად და შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება, დანიშნონ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც დააკავეს საპროტესტო აქციების განმავლობაში.